ინდოეთმა მართლაც კარგად მოაწესრიგა საქმე ტერორიზმთან ბრძოლაში. კარგი საქმე გააკეთეთ ინდოელებო. თქვენ ყველა, თქვენ, მილიარდობით ადამიანო, რადგან დაგჭირდება თქვენი დახმარება, რომ ჩვენი საზოგადოებები შარიათის კანონის ბატონობის ზღვარიდან დავიხსნათ. თუმცა როგორც ჩანს, დიდ ბრიტანეთში ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ასეთი ვიდეოები ლეგიტიმურია. და როცა ვამბობ ასეთ ვიდეოზე, ვგულისხმობ ინდოეთის ლიდერის ყალბ ISIS-ის სტილში სიკვდილით დასჯას. ნეტავ მეთქვა რომ ხუმრობ. არა, აქ არანაირი გადაჯარბება არ არის. სიტყვა სიტყვით ამაზრზენი ვიდეოა. და ეს ხდება მას შემდეგ, რაც მათმა პრემიერ-მინისტრმა ნარენდა მოდიმ ეს თქვა. მეგობრებო, ეს ბიხარის მიწიდან მე ვეუბნები მთელ მსოფლიოს, ინდოეთი გამოავლენს და ემუქრება და დასჯის ყველა ტერორისტს და მათ მხარდამჭერებს. ის აქ ამბობს, რომ ინდოეთი გამოავლენს, მიაკვლევს და დასჯის ყველა ტერორისტს, მათ კურატორებს და მხარდამჭერებს. გულისხმობ, ვის არ მოუნდებოდა ისეთი სამყარო, სადაც შენი ლიდერები იტყოდნენ, მოდით ტერორიზმი მოვიშოროთ. ვის არ მოუნდებოდა ეს? აღმოჩნდა, რომ ინგლისში ზოგიერთი ადამიანი ამას არ უნდა, მაგრამ ოჰო, ამას მალე მიუბრუნდებით. დედამიწის კიდეებამდე ინდოეთის სულს ტერორიზმი ვერასდროს გატეხს. ტერორიზმი დაუსჯელი არ დარჩება. ტერორიზმი დაუსჯელი არ დარჩება და ჩვენ მას დედამიწის კიდეებამდე მივყვებით. დიახ, მოდი, შესანიშნავია. ჩვენ ყველა ერთ აზრზე ვართ. ყველა გონიერი ადამიანი გეთანხმება. მოდი დავასრულოთ ტერორიზმი. ვინც არ გახსოვთ, რას ნიშნავს ტერორიზმი, მოდით Google-ში ვნახოთ. ტერორიზმი, ნიშნულობა. რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ტერორიზმი არის ძალადობის ან ძალადობის მუქარის გააზრებული გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის ან არამებრძოლების მიმართ, შიშის შესაქმნელად და პოლიტიკური, იდეოლოგიური ან რელიგიური მიზნების მისაღწევად. ესე იგი, ეს არის ძალადობის გააზრებული გამოყენება საკუთარი პოლიტიკური, იდეოლოგიური ან რელიგიური მიზნების მისაღწევად. გეკითხებით თქვენ, საოცარო მაყურებლებო, რამდენად მისაღებია თქვენთვის რელიგიური ძალადობა, ან საერთოდ ნებისმიერი ძალადობა? და თანხმდებით თუ არა, რომ ძალადობა თუნდაც პოტენციურად არ უნდა დაუშვათ? თუ ამაზე თანხმდებით, მაშინ ყველაფერი, რასაც მოდი ამბობს, არ არის საკამათო. ტერორიზმი უნდა შეჩერდეს. გატარდება ყველა ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სამარქალი აღსრულდეს. ლანდამა უცილებლად უნდა დაიცვას ეს გადაწყვეტილება. ყველა ვინც ადამიანობის ჯერა ჩვენს გვერდითა. მადლობა ზუხტის სხვადასხვა ქვეყნის ხალხს და მათ ლიდერებს, რომლებიც ამ დროს ჩვენს გვერდით იდგნენ. ყველა ვინც ადამიანობის ჯერა ჩვენს გვერდით დგას. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ლოგიკურია. დიახ, სიტყვა სიტყვით, ყველა ვინც ადამიანობის ჯერა ჩვენს გვერდით დგას, გარდა ამ ბიჭისა. სასწრაფო განცხადება ძვირფასო ძმებო და დებო. დეანი ფაიდმა დააკავა ნარენდრა მოდი. როგორც ხედავთ, ჩვენ დავაკავეთ ნარენდრა მოდი, გენოციდური აბია. ჩამოიყვანეთ აქ, ჩამოიყვანეთ. ძვირფასო ძმებო და დებო, უნდა გახსოვდეთ აქტივიზმის სამყარო. თავისუფლების ბერკეტები ჩვენს ხელშია. თუ ჩვენ არ დავდგებით ჩვენი ხალხის საქმისთვის, არავინ არ დაიცავს. არავინ დაიცავს. მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს. გახსოვდეთ, რომ ერთ დღეს მოდი ხელბორკილებით იქნება ასე, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. შეუერთით დინი ფაითს, შეუერთით აქტივიზმის სამყაროს. წამოდექით და გაავრცელეთ თქვენი ხმა, რადგან ახლა დრო ან არასდროს. აბა, ვინმე სურს, ვინმეს უნდა დინი ფაითს შეუერთდეს? სხვათა შორის, ეს ბიჭი ვინ არის? ისლამისტი ექსტრემისტი შაკილ აბზარი ატარებს ISIS სტილის ინსცენირებულ სიკვდილით დასჯას, რომელშიც მონაწილეობს მსახიობი მოდის ნიღბით. ეს ექსტრემისტები კონტროლიდან გამოდიან. კიდევ რამდენს აიტანენ ბრიტანეთის მოსახლეობა. ნარენდრა მარად მოდიმ უნდა გამოიძახოს დიდი ბრიტანეთის ელჩი ინდოეთში და გააპროტესტოს ეს. სხვათა შორის ეს არის ის ბიჭი. მას ხავს 16,000 მიმდევარი ფაქტობრივად. არავის აინტერესებს ის. და მაინც ასეთი ქცევა ნორმად იქცევა.
ხო, მოდი ავიღოთ ლიდერი, რომელიც ამბობს, რომ ტერორიზმი არ მოგწონს და უნდა ვებრძოლოთ ტერორიზმს და ვითომ სიკვდილით დავსაჯოთ ის. ხო, ეს გენიალურია. ეს ძალიან ჭკვიანურია. გახსოვდეთ, ბრიტანეთში ძალიან ბევრი ინდოელია. ეს იმდენად შეურაცხყოფელია ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომ დაუჯერებელია. მაგრამ იმ ფაქტის გარდა, რომ ეს შეურაცხყოფელია, ასევე ძალიან გამაღიზიანებელი და გამაბრაზებელია, რომ ეს ადამიანები და ზუსტად იცით ვის გულისხმობ, როცა ამას ვამბობ, ავრცელებენ ასეთ კონტენტს ინტერნეტში და სრულიად ნორმალურად წარმოაჩენენ მას. სხვათა შორის ირონიულად ამბობენ, რომ უნდა დავდიოთ მოდი გენოციდის ხელშეწყობისთვის. მაშინ როცა მოდი მხოლოდ ამტკიცებდა, რომ ტერორიზმს უნდა გამკლავებოდით. მან ბევრი რამ განაცხადა, მაგრამ არა ყველაფერი. თუმცა თქვა, რომ ტერორიზმს უნდა გამკლავებოდით. ეს შემთხვევით ნათქვამი დათქმა იყო. ეს იყო ამ კაცის მხრიდან ფროიდისეული შეცდომა, რომ ის, რასაც მოდი ებრძვის, სწორედ ისაა, რაშიც თვითონ სჯერა. სასამართლოში რომ ყოფილიყავი, ეს შენ სასარგებლოდ არ გამოიყურებოდა, ხომ ასეა? ფაქტობრივად თქვი, რომ მოდის უნდა დაუპირისპირდეთ, რადგან მოდი გენოციდს უწყობს ხელს და ანტიტერორისტულ რიტორიკას ავრცელებს. რა აქვს შენს რელიგიას საერთოდ ტერორისტულ რიტორიკასთან, ბატონო მენ? როგორც არ უნდა იყოს უკვე ღიზიანდები, მაგრამ ყოველთვის ღიზიანდები. აბა, რაიმე ახალია უბანში. მადლობა, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ.